გამარჯობათ დღემშვიდობის. როგორ ახართ? ძალიან დასიცხული მე. მიუხედავად იმისა, რომ გვიანია უკვე 8 დაიწყო. ისე ცხელა. უნდა ცხელოდეს. მაგრამ უბრალოდ ჩვენ რომ ნეიტრალური ამინდი არ აგვაქვს და სიცივიდან ეგ ცხეზე გადავდივართ, ეგ გვიჭირს. ვაი დედა. თმებით შესაბამისად ზაფხულში ესე უნდა გქონდეს, არანაირი ღერი არ უნდა მოძრაობდეს სადმე. თორე ეგრე წააწყვეტე გადააგდე. ეხლა, სად ვიყავი დღეს? ვიყავი ექიმთან. დილის 9:20 წუთია, რომ გამეღვიძა რა და ჩემ თავს ვთხოვე, დღეს ხوارს არ მიდიხარ, მეთქი და გადავბრუნდი და გავიშხლართე და გავაგრძელე ძილი და უცბად ვიღაცა დამკარა თავში, შიგნე რო შენიხმა გელაპარაკე. რასად არ მიდიხარ, კალო ადექი ექიმთან მიდიხარ. წამოვფრინდი და 9 საათში უკვე მე და ივანე მარშრუტკაში ვისხედით. ეს სიტყვით მივედი. გავიკეთე ანალიზები. ჯერ არაფერი არ მეტყობა იმდენად, მაგრამ ხვალ დამილურჯდება. გავიკეთე ეხო. ხალხნო გრამი არ მაქვს მე მომატებული. კილო და 800-ია ბავშვი. აი მე სურათი გადამიღეს სახეზე, მე კი არა ბავშვსაკაცო. კოკი გეხვეწები ხა დამაცადე რა. ხო? დიდი ტუჩები აქვს, ანუ მომცეს სურათი. იქ უფრო მონიტორზე კარგად ჩანდა, ვიდრე სურათია ძალიან მუქი. ანუ ეხლა რომც განახოთ, ვერ განახებთ თუ ვერ დაინახავთ, ძალიან აი მუქი. მაგრამ იქ უფრო უკეთესად ჩანდა. ტუჩებსაც მაცუნებდა ისეთი დიდი ტუჩები აქვს, სავარაუდოდ ცხვირით თუ სწორად დავინახე, მე მგავს. ესე აი ნინოსაც არა ივანეს აქვს უფრო ჩემი ცხვირი. ხო და ძალიან ცოკალელი იყო და ტუჩებს ესე აცმაცუნებდა. აი საერთოდ არ მაქვს მე მომატებული, საერთოდ წინაზე ხო ვიყავი და 82 კილო ვიყავი და ეხლა ვიყავი რაღაცა ანუ რაც ბავშვმა მოიმატა, იმდენია მომატებული რა, მე არა. ძალიან მიხარია. ექიმსაც ძალიან გაუხარდა. ერთი რო დახედა, ვაიმე ახლა ბავშვიაო და ყველაზე მთავარი კიდე ეხოსკოპიაზე რო შევედი და გადაღების პროცესში ეხოსკოპისტმა მითხრა, რომ აი საუკუნეა მე სუფთა წყლები არ მინახიაო, ბავშვი რა წყალშიც ზის. წკრიალა და უსუფთავესი. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ნორმაშია. რა თქმა უნდა, ეგეც მოყოლიყო. ოდნავაც ეჭვი არ მეპარება, იცით თქვენ რატომაც, რომ რამე ცოტა ისე წავა. მაგრამ სახელი რომ მინდოდა დამენახა, დავინახე და კოკი! აი ჩუმად იყო. ცოტა მოგვიწია მე და ივანეს ლოდინი ეხოსკოპიაზე ცოცხალი რიგში ვიყავით, იცით თქვენ და ან ცოცხალი რიგით კი სწრაფად მოძრაობ ხოლმე, მაგრამ ჩაწერილ პაციენტები ძალიან სწრაფად მოდიოდნენ, თავის დროზე მოდიოდნენ და ამიტომ ცოცხალი რიგი ცოტა უკან იწევდა ხოლმე. ნუ სადღაც საათნახევარი ველოდი ალბათ რა და დიდად ძალიან სწრაფად გავიდა დრო, ვაიმე შევწუხდი, მეთქი არ მიფიქრია ეგა და ერთი სიტყვით ასე. ყველაფერი კარგად არის. 30 კვირის რომ მეგონა რომ ვიყავი, ვარ 32 კვირის. ხო და ჩემი გამოთვლებით, არ ვიცი ხა ის ეხოსკოპია როგორ ათვლის, მაგრამ ჩემი გამოთვლებით სრული ერთი თვე მაქვს წინ. მერე პლუს მინუს. ჩემი თავისა ვიცი, პლუს მინუს. ესე იგი. ყველაზე მთავარია, ეხლა ვიწყებთ ამ ოთახის რემონტს. ამ ოთახის. მაღლა გიფსოკარდონი და ბლაიატაკი პლუს რკინის კარი უნდა ჩადგეს, სავარაუდოდ შაბათს მოიტანე და უნდა მოვასწროთ. აი ეს ტახტი და სულ ყველაფერი უნდა გავზიდოთ. გარეთ, შიგნით, რა ვიცი, ცოტა ხნით უნდა დავუმალოთ ყველაფერი, რომ მტვრისაგან დავიცვათ და დავიწყოთ ამ ოთახის რემონტი. უბრალოდ მე ძალიან გადაგვედება და აუცილებლად უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ოთახიც უნდა შევკრათ, რადგან ზამთარშიც
კმაყოფილი ხარ? ამხელა ბიჭი, ამხელა უშიჯდა. ამანათი მოვიდა ამას უყაში. აი ლამელუმეებია ბატალაბაიას რაღაცებია ტესტი. ხო. ხო და ეხლა რაღაცა რომ მოველა შემსაჭმელი საკეთებდა. წონილობიო დადგა, გააკეთა. ასე რომ დიდი არაფერი და საქმესაც ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ აი ძალიან საშინლად ცხელი. ეხლა ვიდეოს გადავიღებ და დავიწყებ საქმის გაკეთებას. ხო და ეხლა ვაპირებდი რომ მეთქი წამოვწევ და წამოვწეთ 1-10 წუთი და აი უკვე რომ უნდა ძილისკენ წავსულიყავი. დამირეკეს და როგორც კი უცხონობელი დავინახე უეჭველი ამანათია მეთქი და სულ გამომფხიზდა. ამიტომ ეხლა ვიდეოში ჩავწერ. და მე დავიწყებ მოლაგების პროცესს. ნუ მტრები რა და აი ეს ფანჯრებიც უნდა ჩამოვწერ. თუმცა ფარდებს აღარ დავრეცხავ, რადგან აზრი არ აქვს, უკვე უნდა დავიწყოთ რემონტობანა და ნუ ჩამოვხსნი და იქნება ასე. ნახოთ ეხლა რა მოგვივიდა. ეს არის სცენარეებისთვის. მე მაქვს ორი სცენარე, რომელსაც წვრილი ფოთლები აქვს და დაბლა ჩამოსდის რა და მიბმა უნდა და ადრე ვაზის გამხმარი ტოტი მქონდა ჩადებული. ეხლა თემუს რაღაცეები აქვს შედებული და კაია, მაგრამ ეს მომეწონა, რომ სიმაღლეში მიხლართ მოხლართავი. თან უიმე რა კარგია, 5 ყოფილა 4 მახსოვდა. ანუ ამას ჩაარჭობ და ამაზე ნახე როგორ იმათ ამაზე ჩაულებრივ ახალი ტოტებს და რაღაცებს შევუშვებ, ასე რომ აღარ დაიმტრევა. ძალიან კარგი. ესეთი რაღაცეებისთვის არის თემო კაი. წვრილმანებისთვის, ვაი მე რაღაცა დავინახე. არინდა, ბაკი. ხო, სანტავი კი ვიყიდე. აქ არის შორობიდა და რაღაცა რამ ძალიან იაფი ღირდა, როგორც მახსოვს და ამაში უნდა იდოს ბლომად წესით. ნუ რა ვიცი რა. ძვირი არ აღინა. ჰა? ეს არის სოსკის სამაგრი, რა მაგარი ხარისხი არის. ესე და ეს არის სილიკონის. სპილო. სილიკონი ამას სოსკაზე გავუკეთებ, ჩემ ბაიას. მე მგონი როგორც მახსოვს შემეშალა და ორი გამოვიწერე, როგორც სხვადასხვანაირი. ნახოთ. ბაინი. ეს ხო იცით როგორ მიყვარს ეს ფერი, გიჟდები ამ ფერზე. აი მე რა რბილია და რა კაი ხარისხია ნეტაიცოდეთ. ნახე, ნაკერი გარედან აქვს, როგორც წესი და რიგია. რომ ბავშვს შუბლი არ ატკინოს. და არის აი ეს ფერები. ძალიან კარგები. ამას რა თქმა უნდა გავავლებ. ესე არ შევინახავ. უბრალოდ ამოვავლებ და ისე დავაბინავებ. ნახეიონი ქუდები. ტოპალა ქუდები. ამ პარკებში. არ გიყვარს ამ პარკებში შენახვა არ გიყვარს, ამიტომ გადავმოვაშორებ. ესენი როგორც ვიცი, უნდა იყოს პირის მოსაწმენდი. შეფუთვა არის ძალიან მაგარი. კოკი. ნახე. ვერ არბილია. 100% კოტონი. ბამბა არის ხალხო. რამდენია? 8 ცალია.
აი, ძალიან კარგი, ამებსაც გავავლებ, გავაუთებ და ისე შევინახავ ერთი. სულ სხვადასხვანაირია. ეს არის რბილი, ესეც. ესენიც. ეს ცოტა უხეშია თქოს. და ამას არ აქვს ისა, ეტიკეტი. დანარჩენები არის სულ ყველა რბილი. ერთი სპილოები. ის სუფითქინა თეთრი. და თუნიები. და მომეწონა. ეს ცოტა უხეშია, მაგრამ ალბათ რა ვიცი რომ მოიცა ეს ორ პირია და იმიტომ კი ორი პირი აქვს ამას. ესეც ესე. ვანი ნახე. კოკი. მეთკები არის ნახე ნათკულები და თუნიასი. აუ, აი მასე ვფიქრობდი სხვათა შორის, რომ მე მგონი შეიძლება არ ველოდებოდი ესეთ ხარეს, აი მოთხლე კოკი. მოთხლერზილები როა ეგეთი იქნება მეთქი, მაგრამ ნახეთ. ძალიან საყვარლობა. ეს გადავაგდოთ. ვაიმე ნათკულებია. ამოიცა, ამას არ გადავაგდებ, ნასკებს ამას ჩავალაგებ, ეს კაი შესაფუთი არის ეს. ვაიმე ხალხნო დიდები ვიყიდე. არა, მივთითებით რომ რაღაცა ჩვილობის ამბავში, მაგრამ ეს აშკარად დიდი. არა გამოვადგება. 1 2 3 4 Mama gena იცი რა კაი რა შენახე და კოკი დამაცადე ახლა ეს ნასკები რაში იყო მაინტერესებს რამდენი თვისა არა პატარებია უბრალოდ იმ პაწაწუნას დიდები ექნება თორე პატარები არის ხახნი ალბათ 3 თვისას კარგად ექნება და ძალიან კარგებია კოკი დამაცადე კიდე ვიყიდე წეღარო გამოვიარე ვიყავით სანამ არ გამოვიდოდა იყო ერთი კოკი იოანე ადე დამამთავრებინეთ ადე გადი მიდი მოდი ფეხი დაადგეს აბა კიდე აი კიდე მოვხულა ესა მე რანაირად დღუნი ნახე რა შეფუთვა აქ ხა ამას მე წავიკითხავ ხა უბრალოდ არაფხალია აი რა უბრალოებია და კარგები სილიკონია ესეც ხა თუ ჩამოეჯაჯგურები ალბათ გაწყდება მაგრამ მოუვა და არის აი ესეთი ტანსაცმელზე დასამაგრებელი ესეთი ბოლოთი ორი ცალი სად არის ესეც ეს მინდა რომ მერია მოიღო აი იოანე კიდე რა გვაქვს ჩვენ მეტა რა არის ვაი პატარებია იოანე რა არის ჰა თხელია კარგი არის არ უჭერს ძალიან ეს კარგი ზომაა. კაი ახლა 6 თვის ეფიხვა ჩამოვიდოდა. იმიცენა ხეთი ბიტოები. ამას აქ ვერჩავდე თორე. ესეც გავავლო, ხო. ე. გავავლებ და ისე შევინახო.
კაცმა არ იცის, სანამ შეიკერებოდა ეგ ნაჭერი სადეგდო. იოანე. ზუსტად ის ზომა, რაც მინდოდა. ხრიცი აქ ხალხნო. და შიქაღალდიდებ, რომ უბრალოდ არ ჩაიკეცოს. რაიმე დედა, რა შეფუთო აქ? მე როგორ აყარს გემრიელად. სიგირამ რამდენი რამე აკურია? 19 ზომა. პატარა იქნება, კი არა და ჯერ დიდი ექნება ალბათ. Ko windullo met პატარა ფუფები ექნება. ეს ჩავდებ ამასაც. ხო და რას მომივიდე აღარ სანამ მას გამოვიდო და მქონდა დრომე და იოანეს რა და თან გარეთ რო ძალიან ცხელოდა იქვე აფთიაქი არის და მომწამეთქება შევიდეთ და ვეძებდი ალოეს არა ჯონსონის ზეთს ოღონდ გვირილის მაგათო მაგას ხმარობდი ხოლმე ალოეც მქონდა ლავანდაც იყო რაღაცა ერთიც იყო კიდე მაგრამ მარტო გვირილისას ხმარობდი კარგად და რამდენად აი თვეებია უკვე რამდენად აფთიაქში ესე რომ მოხვდები ვკითხულობ ვეძებ და არ არის არ ვიცი თქვენ აბა თუ გაქვთ რამე მსგავსი ინფორმაცია ეს რაღაცებზე რამდენად უშვებენ კიდე გვირილისა ოღონდ გვირილის ხო და ავდექი და წამოვიღე სუდო კრემი დიდი აი ეს რომ სადღაცას მივდივარ ხოლმე თითოეულა რაღაცა მომაქ მარაგად ისე რომ აი ერთიანად აი ადექი გაიქეცი და მარაგი შეავსე არ არის ეგ მომენტი და აი ისე ვიყიდი აი ეს რაღაცეები რომ აი ეს ოფიციალურად ერთიანად არა ვარ წასასვლელი რომ რაღაცეები მაქვს საყიდო ნუ ერთი ვარ წასასვლელი რა თქმა უნდა რომ დავიყიდო აქ დაიწყდა ნუ ხო საუთოებელი საშრობი და კამოდი ეგ უნდა ვიყიდო და მაგაზე ალბათ მე წავარდ ნუ რაღა აი მე ერთ თვეში ხდება ყველაფერი და რაღაცა უნდა ხმენა აბა კიდე რა არის ხო ეს ისები რაც არის მრავალჯერადი საფენი ერთის რაღაცა სასიამოვნოა პაპეტო ყოველ შემთხვევაში ძირი არ ვიღდა ეს არის სოსკის ჩასადები მეორე ამანათიც მაქვს გამოწერილი ბარბარის რაღაცები უნდა და გამოვიდე წამწამები უნდა და ხო და იმაში ჩავდე იმაში ჩავაგდე იმ კალათაში მოკლედ და უნდა ჩამომივიდეს ორგანაიზერივით არის საწოლზე დასადები რა აი საწოლის კიდეზე დასაკიდებელი ოთხკუთხედი პლასმასი რომელშიც აი ესეთ რაღაცებს ჩავდებ სოსკის იმას აი ხელში იმწუთას რომ და მოგხუტეს მოკლედ რო გჭირდება სულ ეგეთ რაღაცებს ჩავდებ ეს ალბათ უნდა გავხსნა თუ გამოვაძრო არ ვიცი მეტი არ გავაფუჭებ ღილივით აქ აი ესეთი ვარსკვლავივით და ეს უნდა გადააცვა რომც არ შეკრა არაფერი არ არის ესევე რომ ჩავდო ნახეთ სოსკის ჩასადებია სილიკონის ამიტომ ეხლა ამ ჩემ რაღაცებს ჩავაბრძანებ სოსკარ ვარ ვეძებო ხოლმე მერე მაშინ ასე მექნება და სასიამოვნოა პლასმასი მეგონა მაგრამ სილიკონი საიდან შედიან აი
ივანე ეს ნახე რა. შეფუთვა არის საოცარი. ხისებია ხალხო. ხე არის არანაირი პლასმასი შეხედეთ. სავარცხელი ერთი ბეწო. ეგეთივია მეორე. ესეც ხეა ოღონდ ბურძგალა. თუ გავისვალისწინებთ სიმჟავეს შეიძლება კაი დალალკავით დაიბადოს გაბრიელი და ეს დაგჭირდება რომ მე არ აიხლაჭოს. ხო, ექიმს უთხარი, რა გაწუხებსო და მე უთხარი, არაფერი არ მაწუხებს გარდა სიმჟავისა, ის ფეხიც უკვე აღარ მაწუხებს გარდა სიმჟავისა მეცი და შენ დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არაფერი გეშველებაო. ერთადერთი თქვენც კი მითხარით ისა რა ქვია პეტრუშკა მაგრამ უფრო ხშირად მწვანილი კი მაქვს ხოლმე კერძისთვის გადანახული და მაქვს ხოლმე სტაფილო და მითხრა სტაფილო ხო და ბოლოს მიშველა სტაფილო ეხლა ვეცდები რომ ძილის წინ ხოლმე შევჭამო 1-2 ლუკვა იმიტომ რომ მაგასაც კერძებში ვხმარობ რა უცნაური მის საუკუნეა ეს ტელეფონია და ეგეთი ხმარ გამოუცია რა მოვიდა მაგისთან ვაიმე რა რბილი და ფაფუკია მე უხეში მეგონ ეს თმისა სანამ ეხა მთლად დალალკავზე გადავალთ ქოჩორს ამით გადაუვარცხნი ხოლმე ეს სახატავათაც გამოდგებოდი უი, ნახეთ ხალხნებო, ეს ეფარა და მე კიდე გევეცი. ეხა ჯერჯერობით ესე ჩავდო და მე ეს აღარ უნდა. აი ეს ხის საწოლზე დასაკიდე ეგ ორგანაიზერი თუ რაც აქვია, ამისთვის გამოვიწერე რომ აი ელემენტარული რო დაბან რაღაცა ეგეთი რაღაცები ჩავალა გუწევთ. გაუკეთებ მოხსნა, აქვე. ბოლო მოკლედ სამშობიაროში წასაღები ჩანთაც არ მაქვს ნაყიდი. ამიტომ ესეც იქ გამოვიწერე, დიდად იმედი არ მქონდა რომ რა მოვიდოდა და დიდად ძალიან დიდი არ მინდოდა. მინდა მარტო რა ვიცი, რა რისთვის მინდა, ალბათ რომ ჩასცემლები ჩავალაგო, სხვა რისთვის დამჭირდება ეს და ჩემი რაღაცეებსაც ისეც ალკე რავი, რამითი წავიღე. მაქვს ეგეთი რაღაც უღაცები. ასე რომ ნახოთ რამდენად კარგი ჩანთა გამოვიწერე. ეს არა მარტო იქ წასაღებად, ეს არის აი სადმე რო წაიყვან ბავშვს, ნივთები ჩაალაგო რა, იქ ზოსკა იქნება, პამპერსი იქნება, პუდრი იქნება, კრემი იქნება, ასე და ასე. ნახოთ როგორი გამოვა, როგორი გამოვიდა. ხა სიგანე ნახეთ. ძალიან ნორმალურია. ეხლა დავთვალოთ რამდენი ესა აქვს, რა ქვია, ჯიბე. შევამოწოთ ღზმეიკები, რაღაცას რო ყიდულობ ხოლმე, თუნდაც ჩანთას რო ყიდულობ ხოლმე ბაზრობაზე, უნდა გახსნა შეკრებილი მაინც. ერთი ჯიბე. მეორე ჯიბე. სოსკისთვის. თუნდაც რა ქვია იმას. კიდევ შეიძლება აქ ჩაიდოს. პუდრაც საყიდელი მაქვს, იმიტომ რომ მე ჯონსონის პუდრას ხმარობდი ხოლმე და მაგასაც ვიყიდი. მესამე. მეოთხე. ამოვაბრუნოთ. და მთავარი ჩასადები აქაც ნახეთ განყოფილებები აქ 1 2 და ზმეიკა. ძალიან შვენიერალურია. ნახოთ ახლა რამდენი რამე ჩაეტევა. არა.
ესე იგი ბავშვის ჩანთას აღარ ვიყიდი. ფერიც არის მუქი ლურჯი კოპლებით, ნაცრისფერში და იდეალური. აი ასე. ხამას ცოტა ვაბინავებ. და დავიწყებ დალაგებას. თორე დამიზარება მე. წავედი. აბახი. აბახო.